გაუმარჯოს. აღარ ვიცი ხა რომელი უნდა გავთიშო. ამით ვხატავ, ამით ვუყურებ. და ორივე იყო დასატენი და ხანეც გამოვაძროდი და ხან მეორეს. ეხლა გამახსენდა ერთი საქმე მაგასაკეთებელი, თან ისეთი საქმე აუცილებელი და ამიტომ ცოტა ხნით დროებით შევჩერდი ამ ნახატით. ულამაზესი უნდა გამოვიდეს იცოდეთ. სავარაუდოდ წლის ფავორიტი ნახატი იქნება ეს ჩემთვის. მიყვარს ქართულ ცეკვის მოტივებზე გაკეთებული რაღაც როაცე. არა, ჯერ ის რო გავაკეთო, ის კომპიუტერი დააფარე რა, რომ და სამფეხა მინდა. ხო, მე ავიღებ. ეს ცოტა ესე მიწიო რა ძალიან. ეს გავიგე აქ რა ხდება. რა კაი იყოს ცოტა ხნით. გავასწოროთ. არ გამიკეთებია იმ დრო. არ გამიკეთებია, არ მომიხარშია საერთოდ და უკვე 4 საათია და გამეპარა დრო. ხო და ეხა გავაკეთოთ. ენდრო. ჯერ ეგ უნდა გავაკეთოს და მერე. გაიხედე ერთი რა ძაღლების კორიანტელია რა. ჩვენი რაღაცები დადიან ცხენი ან რამე? რაიმე კუდა რა იყო? აი რა ხმარი ეს არის? კუდა! ჩემი კატამი ვნახო ჯერ. რაიმე რა ყაყანია რა? სად არის თეთრი კატამი დიდი? აი იქ იქნება. ხო, აი იქ არის. ერთი კატამი, ორი კატამი, სამი კატამი. მეოთხე. დავინახე ხა ერთი წამით. მე თვითონ ვიმოძრავი, ხო შეიძლება? გავიხედე ხა რაღაცა. რაღაცა ზარუნო. ნინო, ტუპის წყალი არა აქვს და მე მგონი მაგ კათმებსაც. ხო, თქვი ძროხები არიან. ისე რომ ჩამომეწველა ერთ ცალი. შემოვდი ჩაფუწველი გაუშვი. ესე იგი, ეხლა აქ მე შემოვედი, რომ უნდა ვიპოვო ენდროს ქვაბი. ეს ქვაბები, რომლებიც ხმარობ ხოლმე. ძირითადად ხორცეულობად. მაგრამ მაქვს ერთი ქვაბი. ეს ნათვის როგორად უნდა გადმოვარდეს. შაშან ეგ ქვაბი გაფუჭდა. გახვიტილი იყო და 2 წელია უკვე. აი ამ ქვაბს ვხმარობ. აჰე, ფერით ეთყობა რომ ეს ენდროსი. აქ 20 კვერცხი ჩაეტევა ალბათ მეტი არა. მაგრამ ჩავდოთ. აი ეს სიტუაციაში რა უნდა გადაიღო? იქ ძროხა ბღავის, იქ კათამი წიოკობს, ვერ გაუთენდა და ასე შემდეგ. და გარეთ ძალიან ბევრი ძაღლი დადის, აი ძალიან ბევრი აუარება ძაღლი. ის პაკეტს გამოგვადგება. რაიმე სხვა რაღაცა სასტრაფო რაღაცები შევყარე დასაერთხად და ხალათი ჯერ ისე ზედმოცვია. ისაბი ჟელე. რასაც გარეთ ხმარობ ხოლმე რა ეს. ქვაბებისთვის ეგეთი რაღაცებისთვის. ისო რა გინდა? ნინო, ეგ ქვაბი შეიტანე ახლა ქვაბია თუ ჯამი იქ, რაც გეჭირა ხელში. და ხახვის ფოჩები ეყრება იქ ხახვზე და ეს ცოტა დიდები რომლებიც არის. ხახვს არ მოაცავე, ეყრება იქ. ისე იქ და ეს ფოჩები აიღე. ეგა ენდრო?
ხო, ხახვის ფოჩებს ქვია ენდროშვილო. მაინც გამოვავლოთ. აქ სხვა არაფერი არ იხარშება. ამ ქვაბში ეთყობა კიდეც რა. ხოდა ამ ცოტაც დახატვაში რამის დამავიწყდა რომ ენდროგა გასაკეთებელია. კალზე ეთყობა რა ეკა. ჭარხალი ამ ცოტა ხანი აქ დავდებ. სულ ცოტა ხანი. ისე მეგამერეც ხა. არა ცუდად აი კატებს მოხდებათ ეხლა. ის არ ვიცი მეგამერეც ხა თუ არა. просто გასარეცხი არის თუ არა, მაგრამ ისე მოვალო. მაინც სუფთა მზად არის ხახვის ფოჩი. შეგვიძლია ეხლა ჭარხალი გავრეცხოთ და გამოვიტანოთ ამასობაში ენდროც ხონდა გავრეცხო კი. ვისაც ხალხანაც გამოვიტანოთ ამასობაში. კადიშულა. როდესაც მოძრაობ ფეხებში ნუ მედებით. ფეხსაც მან ვერ ჩამიცვია. ხან რომელი დგა და ხან რომელი. ეხლა აღარ ვიცი, ესე რო დგავ. ის არის რაღაც მომენტში რომ მოძრაობ, კადრი მაინც ისა ვარ იბაშო რა. იკარგება. აქ ჩვენ ბახშიც ადგა, ვენახშიც ადგა ენდროს ძირები და მე ყოველთვის მაინც ვყიდულობთ ხოლმე. ამდენი წელია რა ზოგადად რაღაცა დღესასწაული როა რა და ძალიან არ მიყვარს მე გიფები. აი რაღაცის მოლოლს ვარ რომ გინდა ადამიანს ხო მე არასოდეს არავის არ გაუგზავნი გიფს ავდგებ და მივულოცა. არ მიყვარს გიფები, აი მაგრად არ მიყვარს გიფები, იმიტომ რომ გონია რომ ერთ-ერთი რაღაცა მოვალეობის მოხდის ის არის რა. თუ არ გინდა მე მაგალითად იქ დამოკიდებულება მაქვს, თუ არ გინდა რომ ან გეზარება რომ მიულოცო რამე ადამიანს. სულ მიულოცო რა. მაგრამ თვითონ დენცაფით იყო შეკვეთილი. ხა ეს ტელეფონი თუ არ არის კიდე. გავალებერთ კიდე. თუნდაც აი იუბილეც რო იყოს და გიფით მომილოცოს ვიღაცა. უბრალოდ უხსნი რომ პასუხის დასაბრუნებელი ანუ რამე ისეთი ხო არ არის, თუნდაც სხვა დღესასწაული არ აქვს უშუალოდ და გიფით მილოცავს. ვინმე პასუხს არ ვაფრთხილებ. რომ მგონია რომ მსგავსი ისა არის უბრალოდ ერთი გიფი აიღო ისაქნა მესენჯერში მონიშნო ყველა მეგობარი და გაუშვა და всё მილოცვილიაო არ მიყვარს რა. ამიტომ თუ მე მიგზავნის ხოლმე გიფს და ნახულობ გიფია გამოვდივარ. არ მიყვარს.
ეგრეთ შეიძლება გიფს და მილოცვას. ხოდა ამდენი წელია ეს ტრადიცია არის და ეს გიფომანია. ნახე რამდენი ჭუჭი გასწრა კიდე. რამდენი წელია ეს გიფების ის ხო არის მილოცვის და რაღაცის ისა რა დაბადების დღეა თუ ახალი წელია თუ რაღაცა ეკაინეს ამდენი ხანია ხალხი როგორ მოზდის ადამიანს თავში რომ ადამიანს მიულოცო წითელი პარასკევი მთელი გული და სულით როგორ შეიძლება გავხსენე გიფი და მარტო ჩემთან არ არის პრობლემა. წითელი პარასკევი როგორ მეულოცო ადამიანს ეგ არ მესმის რა ხილიპატი გაყვაშის ჩავდეთ და ისე დავნაყავ. ოღონდ ბიტონზე ალბათ. აი წავით. მთელი გული და სულით მოლოცვილი იყო წითელი პარასკევი. ხო სისულელი აი რას ულოცავთ ერთმანეთს? რა არის? ვლოცავთ როგორ აცვეს ჯვარს ქრისტე? მრავალს დაეწარიო. რაღაცას რო ვაკეთებთ ხოლმე, რო გავიაზროთ ხო კაი არის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენგანსაც მეუვიდა გავსი რაღაც. მეტა ინაყება თუ წვილა ვარყავ. ო, ინაყება. სად ვიდიხარ? ეს წინაზე დავჭერი. და წინაზე წარეთ მახსოვს ხელში ჩავიტყი. ასე რომ ვინ სიტყვაზე გააკეთა ან აპირებს გააკეთოს ჯერ ვერ მოვასწრო გიფის მოღება და მიულოცოს ვიღაცას და შემთხვევით ეს ვიდეო ნახეთ პაწი აზრი დააკანეთ იმ ქცევას სანამ ვიღაცის მესენჯერში წითელი პარასკევის მილოცვას ჩავკრებთ. იცი რა არის? ერთია რომ უი არ ვიცოდი, არა ხალხო. მაგას ცოდნა არა ჭირდება. მაგას რა ცოდნა ჭირდება, რომ ეს არ უნდა გააკეთო. აუ რა კარგად დაინაყარა. როგორ? არიცი რა დღეა? სირცხვილი უნდა იცოდე. სულ ქრისტიანი არის, უნდა იცოდე ეს დღეს რა დღეა. სულ სხვა სექტის წარმომადგენელი უნდა იცოდე, რომ დღეს რა დღეა და ნებისმიერი რელიგია, ნებისმიერი ეხრობა თუ ეწინააღმდეგება, ეს არის აღდგომა. აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს რა დღეა, როდის არის. ერთ-ერთი წინვალე დღესასწაული. ერთ-ერთი ძლიერი დღესასწაული. და ამ დროს დღე, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, დღე, როდესაც დატირება მოხდა, დღე, როდესაც გარდამოხსნეს და აკლდამაში დააბრძანეს მისი სხეული, დღე, როდესაც წესით და კანონით ყველა უნდა განიცდიდეს ესე მაინც არ უნდა გამოხატავდე, რომ ვიღაცა გიფს გიგდებს, რომ იცი რა დღე გილოცავს დღევანდელ დღეს. თან იმ გიფში აღწერილია, რომ წითელი პარასკევია და გილოცავენ წითელ პარასკევს, თორე განაღდგომას გილოცავენ.
არ შეიძლება მაგის უცოდინრობა. არ შეიძლება, ეგ არ უნდა შეგეშალოს. არაფრით არ შეიძლება, ეგ არ უნდა შეგეშალოს, არავითარ შემთხვევაში. ყოველ წელს ხდება ეს, ყოველ წელს. დანაშაშანალი იყო. შაშა წინაც იყო. ადრე უფრო ბევრი იყო. ეხლა რა ვიცი, იტყობა ხალხმა ან ის გაიგო რას ულოცავს. ან ზოგადად მიხვდა, რომ არ უნდა მიულოცოს. ან ზოგს აგონია, რომ მოდიდან გადავიდა და მოდი არ მიულოცოს. ან ზოგს ვაიმე ხვალინდელ დღეს იტყვის, რომ მაგალითად აუგუშინდელი დღე ვიღაცას არ მიულოცა. წითელი პარასკევის მილოცვა დამავიწყო. ეგ მომენტი. როგორ შეიძლება? არ შეიძლება. როგორ შეიძლება რომ არ იცოდე რა დღეა? როგორ შეიძლება რომ არ იცოდე და იკითხო? როგორ შეიძლება რომ აი არ ვიცი. ან აზრად როგორ უნდა მოგივიდეს თავში. ბავშვმაც იცის ეგ. რა დღეა დღეს? ბავშვმაც იცის, რომ პარასკევი, წითელი პარასკევი. ანუ აღდგომა არის მოძრავი, ხო, ყველამ კარგად ვიცით და ეგეც უნდა ვიცოდეთ წეს. აღდგომა არის მოძრავი. კალენდრულად სხვადასხვა დღეს არა. დღე ერთი და იგივეა, ეგეც რა ვიცი. 2x2 4-ია, უფრო შეიძლება დაგვავიწყდეს, ვიდრე ეგ, რომ კვირა დღეს არის აღდგომა. მოშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი არის. და იმ დღეს, იმ კვირაში რომელ დღესაც მოუწევს აღდგომა იმ კვირაში 4 შაბათს, გასც საბათს ხო არის. პარასკევს ჯვარს აცვეს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. სულ არ იყო, აი არაფერი, აი გარტყმაში რო არ იყო ზოგადად და საერთოდ რომ აი რავი როგორ უნდა თქვა ეგ არ მაინტერესებს, მაგრამ რო იციან ხოლმე მე აპოლიტიკური ვარ, ხო იცი პოლიტიკაზე, რელიგიაზეც იგივე საკითხი ამბობენ ხოლმე და გონიათ რომ ეგ ძალიან მაგარი რამეა, როცა ამას იტყვიან და ზოგს ისიც აღგონია რომ ეხა ყველაფერი არჩევითია და როდესაც ბავშვი გაიზრდება, თვითონ უნდა მიხვდეს ბავშვი რომელ რელიგიისკენ გადაიხრება. ეს ხო აბსურდია. მზად არის ჩვენი მე მიყვარს ამისი სუნი გიჟდები ძალიან. როგორ აბნელა დეცავან თუ შუქი. ხავას გავახებ და დაუდებ მას 3 ლიტრიას რომ არ დაიკეტოს. როიდუებს იორთქლებს ხოლმე. რა არის, რამე მოხდა? შირები არ ხარ, გარეთ გადიცუყვენანი ჩქარა. იმის დავალაგე ხარ, თქვენ გადაარო წინ დავუყო. აუ, ზოგი ისავ, მამაში ამატებს ხოლმე ძმარს და მარილს. ნუ ზოგადად ძმარი და მარილი არის თერის შენარჩუნებისთვის კარგი. შენარჩუნებისთვის არა, კარგად რომ მიიღოს და მოდი ახლა ეს ზოგს ვაწერ. ეს რა დუღდება, უნდა იდუღოს 45 წუთი დაახლოებით. ადუღებიდან. ამიტომ ცოტა უნდა მოვაკლოთ. ამან ამოქაფდება იქის, რა დუღდება. და მე გადავხდი ხოლმე. აუ ეს როგორი გასახერხი, ახლა გავხერხე. არა, გაბოლილია, რატოა გაბოლილი? გაუცდები, შეხედეთ, სუსუფთ არის. გავხერხე წინაზე და შეხედეთ, გაბოლილია. რა ეს? გადაიენ. რა დაწვეს ხალხი? კარტოფილი მოხაშეს წინაზე, ოღონდ ქვაბში შეწვეს. ბარბარე იყო მე მგონი და უეჭვენა.
ნახე როგორი წრიალა უნდა იყოს წესი. ხალი გუშინ მეთქი დავალაგე გავასუფთავე შეხედეთ რა. აი ხა მაგიდან შევამჩნიე ეს. მეთქი თვალი მატყუებს. ვაა, გადაიღე. აქ გრილში კარტოფილი შევწვი. ეგრევე მიყვარს ხოლმე ქერქიანი. ცოტა ეგ და ცოტა ძმალი. აჰა, აბა ძნელი იყო. თავით მოერევა. ამას გამოვიდეთ ხან. მინდა უნდა განახოთ ჩემი პატუკები. ეს სახლის კვერცხია ყოველთვის პარასკევს აუცილებლად ანუ პირველ შეღებაზე ვღებავ ხოლმე სახლის კვერცხს და წელსაც რა თქმა უნდა ტრადიციას არ დავარღვევთ და სახლის კვერცხი იქნება შეღებილი. ეს არის ჩვეულებრივი კვერცხი. ეს არის ესეც ჩვეულებრივია უბრალოდ. იაპონკას დადებულია და ხალხმა როგორ მაინტერესებს აი ქედა წიწილა რო გამოვიდა. აიდე, არა მოვაპირქვაო. ვაიმე, რაც აკალეობაა. ნახეთ. ესენი უნდა შევღებერცული აქნიროს ესენი ნახოს. ხო, და არასოდეს არ ჭამოთ არც პასკა და არც ყველი კვერცხი კვირა დღემდე. პასკა არ უნდა იჭრებოდეს წესით, როგორც კვერცხი იღებება დღეს, მაგრამ ხვალ და ზეგ უნდა შეიჭამოს, არც პასკა არ უნდა დაიჭრას. ეს უნდა მოხდეს კვირას. განა რამე დაშავდება. და უი როგორ შეიძლება, არა? უბრალოდ ასე უნდა იყოს. ტრადიცია ეგეთ, თორე ჭამელი კი არ დაირჩება ვინმე და რამე არ მოუვა და უი როგორ შეიძლება და რაღაც. არა, ტრადიცია და თუ ტრადიციებს მივყვებით, ტრადიციულად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ესეც ეს. ეხლა სანამ ჩემი ადუღდება, თან ყურადღება რომ მივაქციო და რაღაცა, სარეცხს გამოვიღებ და აი აქ ვიტრიალებ რა, რომ მე ჩაუწიო და წავიდე ისევ სახათი. ხო და მანამდე გეტყვით, რომ მოკლედ თუ რამის მილოცვა არასოდეს არ მიულოცოთ ადამიანს წითელი პარასკევი და ზოგადად თუ რამის მილოცვა გინდა არასოდეს არ მიულოცოთ გიფით. და წერე ორი სიტყვით, ერთი სიტყვით გილოცა, ეგ უფრო ძალიან მაგარია. წავედი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით და იმედია განახებთ კი არა და რაღაცა როგორი კვერცხი იქნება. პატარები როგორ შეიღებება. რაც შეეხება ჩემ ჯეჯელს, რა მოუვიდა ხო არ ამოდის. არ ვიცი რა დავაკელი. ვერაფერი ვერ გავიგე რა დავაკელი. ერთი დღეა დავყურებ არ ამოდის. გუშინ რომელ საათზე დავთესე, სადღაც 12-ისთვის დავთესე. მარ უნდა ამოსულიყო? არ ვიცი და არ ვიცი. ყოველ წელს ესე რა თქმის და ყოველ წელს არ ამოდის ჩემი ჯეჯილი. მე ამოდის ერთ კვირაში. კარგად, მომავალ ვიდეომდე.